კარლ იუნგის მიხედვით, რეალური საფრთხე არა ჩვენი ბნელი მხარეები, არამედ ის ნაწილებია, რომლებსაც არსებობის უფლებას არ ვაძლევთ. ის ნიჭი, რომელსაც ვთრგუნავთ. ის ბრაზი, რომელსაც ვმარხავთ. ის სურვილები, რომლებსაც განვსჯით და ვმალავთ. ის, რაც არ გამოიხატება, არსად არ ქრება. იქცევა ერთ დიდ გროვად. ხშირად გგონია, რომ საკუთარი თავის ნაწილების უგულებელყოფა უკეთეს ადამიანად გვაქცევს. უფრო მისაღებს გაგხვდის. უარს ვამბობთ იმაზე, რაც არ ჯდება იმ იმიჯში, რომელსაც ვირგებთ. მაგრამ ის ნაწილი, რომელსაც არ ვაძლევთ საშუალებას იცხოვროს, არ ჩუმდება. თავდაჯერებულობა, რომელსაც ვთრგუნავ, უმწეობად იქცევა. ბრაზი, რომელსაც არ აღიარებ, ჩუმ წყენად და სიმწარედ იქცევა. რაც უფრო შორდები საკუთარ თავს, მით უფრო დანაწევრებული ხდები. თავადვე აღარ გესმის საკუთარი ქმედებების, გარემოებებსა და ხალხს ადანაშაულებ. სინამდვილეში ეს შენივე უარყოფილი ცხოვრებაა, რომელიც გამოხატვას ითხოვს. ხშირად ვფიქრობთ, რომ ზრდა ახალ პიროვნებად გადაქცევას ნიშნავს. იუნგმა კი იცოდა, რომ ზრდა გამთლიანებას გულისხმობს. არ არსებობს სინათლე სიბნელის გარეშე და ფიზიკური მთლიანობა ნაკლების გარეშე. სანამ არაცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, მანამდე ის შენს ცხოვრებას წარმართავს.